სარესტორნო ბიზნესი და კვების ბიზნესი არის ემოცია. ვიღაცისთვის წარმოუდგენელი ბადრიჯნის დესერტი ჩემთვის იყო ბებიაჩემის გაკეთებული ბადრიჯნის მურაბა. ზუსტად 1 წელი მარტო ნაგავი გამოვყვა. ძალიან უხერხული კითხვა უნდა დავსვა, მაგრამ ვერ ვეთამაშებთ გემოებს, იმიტომ რომ არაფერი არ აქვს გასასწრები. რაც მოთხოვნა, ის მიწოდება. ქართული სამზარეულო ამის საშუალებას გაძლევს. ფინგერ ფუდიც არის, კომფორტ ფუდიც არის, მაღალი კულინარიაც არის. ანუ ყველა ვეგანურიც არის. ხო, ვეგანურიც არის. თუ გაქვს ფანტაზია და მარჯვე ხელები, ჩათვალე რომ შენი ბიზნესი რაღაც ეტაპზე გავხდება წარმატებული. გამარჯობა, შემდეგი ეპიზოდის ჩაწერას ვიწყებთ და დღეს სტუმარი ყავს ვახო კანდელაკი, რომელთანაც ვისაუბრებთ ბევრ სხვადასხვა თემაზე, იმიტომ რომ მაქვს შესაძლებლობა ვილაპარაკო არქიტექტურიდან დაწყებული, თეატრალური, ტელევიზიით გაგრძელებული და დღეს უკვე ბიზნესი, რომელიც საქართველოსთვის, როგორც სტუმარ მასპინძლობის ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესია და ბევრ საკითხს შევეხებით. ასე რომ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარია ვახო კანდელაკი. გამარჯობა. როგორ ახლა? გადასარევად თავად. არაჩვეულებრივად. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, წარმატებას უსურვებ თქვენ სასაუბრო პოდკასტს. მნიშვნელოვან თემებს ეხებით და ძალიან კარგია იგი, იმიტომ რომ საზოგადოებას რაც უფრო მეც ვესაუბრებით განათლებაზე, რაც უფრო მეც ვესაუბრებით ჩემეცნებაზე, მით უფრო შედგება საზოგადოება და უფრო მეც შეძლებს მერე სამომავლოდ. ზუსტად მანდვართ ჩვენს და მადლობა რომ დრო გამონახე და გვეწვიე ჩვენს ამ ეპიზოდში, იმიტომ რომ ჩვენი ეპიზოდები ზუსტად ამას ემსახურება, რომ ვიღაცისთვის შეიძლება ინსპირაციის წყარო იყოს, ვიღაცისთვის ახალი პარტნიორის გაჩენის, ან ვიღაცისთვის ახალი კლიენტის შეძენის, ან ახალი იდეის წარმოშობის ინსპირაცია, ასე რომ ღია YouTube-ი და პოდკასტის არხები, რომელზეც ამაზე გვისმენენ და გვიყურებენ, შესაბამისად, იმედია ეს ეპიზოდიც ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის. იმეც ვიტოვებ მეც. ვახო, დავიწყოთ სულ თავიდან, იმიტომ რომ ერთ-ერთ ინტერვიუში გაქვს ნახსენები, რომ სულ თავიდან საერთოდ არქიტექტურა გაინტერესებდა, გატაცებული იყავი ხაზვით, გინდოდა ამ მიმართულებით შენი თავის განვითარება და სად მოხდა ცვლილება? სად შეიცვალა? სად დაიკარგა არქიტექტორი ვახო? ბოლო ინტერვიუში რომელიც მქონდა იქ აღვნიშნე რომ პერიოდი, როდესაც ახალგაზრდა გვქვია, ხო? ძიების პერიოდი ქვია, სუეძე. არის განსაზღვრული ეგ პერიოდი, როდესაც არის რაღაცა ალბათ 14-დან 25 წლამდე, 26 წლამდე, ალბათ ეხლა სექსიზმში რო არ ჩამეთვალოს მამაკაცები უფრო არიან რაღაც ჩამოუყალიბებელი მდგომარეობაში, რა უნდათ რომ გამოვიდნენ. ხო, და აქედან გამომდინარე მეც ვთქვი რომ სულ ვიღაცა გირჩევს რომ აი მოდი ეს გამოდი. აი ეს კარგად გამოგივა, იმიტომ რომ მამა შენი, ბაბუა შენი რაღაცა ამ გზის გამტარებელია თან რაღაცა კომუნიკაციაც გვაქვს ვიღაცებთან დაგიხმარებიან გზის გაკვალვაში, ხო და მე მსგავსი შემთხვევა არ მქონია, უბრალოდ ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და აქედან გამომდინარე, რასაც მე ხატვას ვეძახოდი, აღმოჩნდა ხაზვა, რასაც ხაზვა დავარქვი, მე აღმოჩნდა უმაღლესი მათემატიკა და აქედან გამომდინარე ცოტა დროში და სივრცეში დავიკარგე და ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, გარდამეცვალა დედა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ვაბარებდი, დედა იყო თეატრცოდნე და გადავწყვიტე რომ დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება და სამომავლო გეგმები ხელოვნებასთან, თეატრცოდნეს ვერ გამოვიდოდი სამწუხაროდ, იმიტომ რომ ბაგაჟი არ მქონდა იმ ხელა ინტელექტუალური რა თეატრცოდნეს სჭირდება და ალბათ ვიზუალმა ფაქტურამ ითამაშა რომ სამსახიობოზე იქნებ ვწდიბეთ და ჩავაბარე სამსახიობოზე და საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონდა, მაგრამ აი ზუსტად ის განათება, ტვინის განათება, რაც ქვია და ცხოვრების რადიკალურად შეცვლა, ზუსტად იმ 23-24 წლის ასაკში გადავწყვიტე რომ აბსოლუტურად ყველაფერი გადამეტრიალებინა და ახალი ფურცლიდან დამეწყო ჩემი ცხოვრება. სანამ აი ბოლო დღეს უკვე როგორც იმიტომ რომ რამდენიმე ინტერვიუში მოხსენებული რეგალია არის რესტორატორი, სანამ რესტორატორ ვახონდე მივიდოდით, მანამდე იყო თეატრი, მოზარდმაყურებელი თეატრი და მერე იყო ტელევიზია. კი, ტელევიზია სულ ჩემი ცხოვრების ასე ვთქვათ განუყოფელი ნაწილი იყო, ესე დიდი პრაბლემები არ მქონია ტელევიზიაში 2-3 წლიანი, მაგრამ 14 წლიდან ტელევიზიის ასე ვთქვათ გულშემატკივრად ვრჩები.
დღესდღეობით ტელევიზიის ფორმა თლათ ისეთი მისაღები უკვე აღარ არის საზოგადოებისთვის და ამიტომ შეხვდართ მე და თქვენ ახლა YouTube-ში, იმიტომ რომ თანამედროვე ახალგაზრდა და თანამედროვე მოაზროვნე ადამიანი ცდილობს რაც უფრო გახსნილს, რაც უფრო უშუალოს, რაც უფრო გულწრფელ წამყვანს და სტუმარს ნამდვილს ხედავს თავისი შეცდომებით, თავისი წარუმატებლობებით, აღიარებებით და არა რაღაცა შაბლონური სარკეში მაკიაჟ გაკეთებულ ბიჭიან გოგოენი წამყვანი დავარცხნილ რომ ყველაფერი მის ცხოვრებაში ესე იყო და ანტრაგიზმი ამ პირიქით რომ ყველაფერი ფანტასტიკურად არის არ არის ყველაფერი კარგად ცხოვრებაში ძალიან ბევრი პრობლემებია შეგხვდებათ ბევრი პრობლემები ამ უნდა ისწავლოთ ერთი მარტივი რაღაც რომ თქვენ პრობლემას გაუსწოროთ თვალი აღიაროთ და გააგრძელოთ გზა და ალბათ საინტერესოობაც მთელი პროცესი ზუსტად მაგაშია, იმიტომ რომ მანდ არის მე რაღაც აღმოჩენები, რაღაცების გადაფასებები და ახალი რაღაც გზების ძიებები. ჩემი ზუსტად ასე მოვხდი ამ სფეროში და თქვენ ახსენეთ რეგალია რესტორატორი, ხო ეს რაღაცა თანამედროვე საქართველოში შემოსული ახალი რეგალია რესტორატორი, რომელიც რესტორატორო გავმარტოთ არის ადამიანი, რომელიც ქმნის კონცეფციას, ქმნის სარესტორნო ბიზნესს, რომელსაც მე მართავს. რესტორატორი არ არის მხოლოდ შეფი, ან მხოლოდ დირექტორი. რესტორატორი არის ერთი მთლიანი ადამიანი, რომელიც მუშაობს სარესტორნო და სასტუმრების კონცეფციას. ეს არის ჩემი ასე ვთქვათ რეგალია. და ამ რეგალიამდე უამრავი გამოცდილება გჭირდება, რომ დაიწერო ქვემოთ დღეს მარტივია რაღაცების დაწერა. ანუ სახელი და გვარის ქვემოთ რაღაცა რეგალია ექსპერტი, რაღაცის ექსპერტები არიან ხოლმე გაუგებარი სფეროს ექსპერტებიც არსებობენ, ხო? და დარგის სპეციალისტია კიდე ძალიან სიტყვათა წყობა ძალიან საინტერესოა. თუმცა ხო შენი პოზიცია მაინტერესებს ის გზა რაც გაიარე, რამდენად მნიშვნელოვანი გამოცდილება არის, რომ დღეს რამდენად იყენებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ იდეაში არა, პრაქტიკაში დღეს ბიზნესთან გაქვს შეხება, იმიტომ რომ აქ უკვე ჩაერთო კომერცია, ფინანსები, გადასახადები, ბუღალტერია, რომელთანაც აქამდე თუ როლს არ ეხებოდა, ან რაღაც სიუჟეტს, ან რეპორტაჟს, მანამდე შეხება არ ქონდა. კი. როგორ მოგიწია ამ სირთულესთან დაჯახება და გადალახვა? ნახე, აი სამსახიობო ჩემი გამოცდილება ძალიან დამეხმარა პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ მსახიობისთვის სიტყვა არ შემიძლია, არ არსებობს რა, უნდა შეძლო რა. როლის მორგების დროს აუცილებლად უნდა პირველ რიგში უნდა გაიზიარო იმ პერსონაჟის მოცემულობა, რაც არის, ხო, ეხლა არ შეიძლება არ გინდოდეს ბოროტი კაცის თამაში, ხო რაღაც. ან პირიქით გინდოდეს. ან გინდოდეს, ხო? ან უნდა ჩაუღრმავდე როლს და მე ეს მოვიდგე ეს თავიდან ეს როლი, რომელზედაც აბსოლუტურად ყველაფერზე ვამბობდი კის. შეგიძლია კი? რა პრობლემაა აი ამასაც და აქედან გამომდინარე ამ სფეროს რომ მოვედე იმხელა ინფორმაცია და იმხელა ემოცია მივიღე, რომელიც მე ეს დროთა განმავლობაში დაილექა და ის ბიზნეს უნარჩვევები გამოჩნდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი. ბიზნესი რა არის? დღევანდელობაა, ხო, ბიზნესი. ბიზნესს ვერ ვისწავლით 19 საუკუნის მაგალითები. შეიძლება кейსები კონკრეტული ასე ვთქვათ, ლექციაზე პედაგოგმა, ლექტორმა განიხილოს, მაგრამ კოკა-კოლის რაღაცა მოდელი, ხო, кейსი, რომ აი ესე კოკა-კოლამ ეს გააკეთა და ახალი ბრენდი შექმნა, რომელთაც მოატრიალა თავისი ბიზნესი 1954 წელს და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ნუ რაღაცა ისეთი იქნება რა, YouTube-ში ნანახი მორიგი რაღაცა rilsია რა. მაგრამ ცხოვრება, ბიზნესი არის დღევანდელი რეალობაა, ხო? რაც მოთხოვნა, ის მიწოდება, ხო? აქედან გამომდინარე ეს არის თავარი ფაბულა, ასე ვთქვათ, ბიზნესის. როდესაც ხვდები, რომ შენ მოთხოვნას აკმაყოფილებ, მე პარალელურად ფიქრობ გაზრდაზე, რომ აი მე გავიზრდები, ეხლა ეს კი დავაკმაყოფილებ, მაგრამ მოდი იქნებ ესეც ვცადო, რომ ესეც მოთხოვნადია და ესეც გავაკეთო, ფართოვდება შენი ცნობიერება და ფართოვდება შენი ანალიზის უნარი და ბიზნესი არის შეიძლება თავიდან გიჭირდეს ციფრები, გიჭირდეს აღქმა რაღაცეების, მაგრამ თუ გაქვს ფანტაზია და მარჯვე ხელები, ავტომატურად ჩათვალე, რომ შენი ბიზნესი რაღაც ეტაპზე გავხდება წარმატებული. და ეს დავამატებდი, რაშიც ვფიქრობ, რომ ძალიან გაგიმართლა
და შენი აზრის მაინტერესებს ამდენად ჩემი მხრიდანაც სწორად ჩანს, გაგიმართლა რომ შეხვდა კარგი, სწორი, ნამდვილი ადამიანები, რომლებმაც ის ხო და ანუ ის კომპეტენცია, რომელსაც შენ უფრო გჭირდებოდა თქვა შემდეგ საფეხურების უფრო თავდაჯერებულად გადადგმისთვის, ზუსტად ეს ადამიანები გივსებდნენ მაგ კომპეტენციას. და ნუ ბევრი ადამიანია შენს გარშემო, იგივე თქვა მარკეტინგიდან, სამზარეულოდან. დღეს როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანები იყვნენ შენთან და რომ ახალ სიმაღლეები დაიპყროთ, იმიტომ რომ არის ხოლმე რაღაცეები, რომ აი დაგეხმარნენ და ეს არ გადაიზარდა პარტნიორობაში, არამედ ეს უბრალოდ მეგობრული რჩევა იყო, რეკომენდაცია, მაგრამ არსებობენ პარტნიორები, რომლებიც გახდნენ ბიზნესში პარტნიორები და აქ უკვე მეგობრობა ცოტა საზღვარს ავლებს ხოლმე, იმიტომ რომ საქმეა. აი ნახე, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაშივე გაეცი პასუხი. ეგეთი შეკვეთები მიყვარს. ნახე როგორია, სად რო გიპოვნიან და სად რომ დაგეხმარებიან. აი ორი განსხვავებული ცნება ეს. მე შეიძლება მიპოვნოს ვიღაცა ადამიანმა და შევეცოდო და დამეხმაროს. აი შევეცოდე რა ქუჩაში მოვდიოდი რაღაც დაღრმილი და მითხრეს რომ მოდი ახლა მე შენ ყავაზე დაგპატიდებ შენი დღე კარგად ჩაივლის რაღაც მოტივაცია მომცა და დამეხმარ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აი მყავიდან ის ადამიანი კიდე სად შეგვხვდება. ანუ აი იმ მნიშვნელოვან გზასაა ჩემს სულ ერთ რამეს ვეუბნები რომ დღევანდელ რეალობაში ხოლმე შენ ტელეფონში არსებული ტელეფონის ნომრები ქმნის შენს წარმატებას. რაც უფრო მეტი ტელეფონის ნომერი გაქვს ჩაწერილი შენ ტელეფონში, უფრო წარმატებული ხარ. იმიტომ რომ ჩემი მთავარი ბიზნესი არის მე ვიცნობ ხალხს. და შემიძლია რომ მაგალითად პრობლემა გადავჭრა ერთი ტელეფონის ზარით. ისე კი არა, იცი ხა ვიკურათ მაგალითად რომ ერთი ჩემი ძმა დამეხმარე. არა, მიზნობრივად ვიცი ვის უნდა დაურეკო, რა უნდა ვთხოვო. სწორი ინფორმაცია მიიღო და გადაწყვეტილება შესაბამისად. და ეს ეს ადამიანი ჩემი გზის განმავლობაში მიმოსქენი მოვკრიფე და ასე ვთქვათ დავაბინავ. შექმენი ღირებულება, რომელსაც მივხვდი ერთ დღეს მივხვდი რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, ვიდრე მაგალითად სხვა სტრატეგიული ბიზნესები, რომელიც მაგალითად შეგიძლია წარმართო მარტო. აქედან გამომდინარე, ჩემ ცხოვრების გზაზე შეხვდა უნიჭიერესი შეფ ლევან კობიაშვილი, უნიჭიერესი ლუკა ნაჭყებია, უამრავი ადამიანები შემხვდნენ, რომლებიც ჩემი გზის, ასე ვთქვათ, მათთან ერთად გავაგზავნე გზა. და მაგრამ ისინი მე არ მიმიღებდნენ თუ მანამდე არ შემხვდნენ კიდე ხალხი, რომლებმაც მათ დონეზე მიმიყვანა. აბსოლუტურად ყველაფერში არის ცოდნა, განათლება მნიშვნელოვანი. რომ როგორ ანვითარებ შენ პირად, ასე ვთქვათ, ცნობიერებას და შენ პირად წარმატებას. რამდენად უჯერებს საკუთარ თავს, რამდენად გრძნობს საკუთარ თავს და იმპულსის დონეზე რამდენად რას იღებ. შეიძლება წარუმატებელი იყოს, შეიძლება ჩაჭრილი იყოს, შეიძლება განადგურებულიც იყო, მაგრამ აბსოლუტურად ყოველთვის უნდა გააცნობიერო, რომ შენ აქედან რამდენი დრო დაგჭირდება იქამდე რომ ახვიდე. თორე ჩემ ცხოვრებაში იყო, როდესაც მაგალითად გამოვდიოდი და არაფერი დასამალი არ არის, სიგარეტის ფულიც არ მქონდა. და ამირჩევია სიგარეტი მეყიდა ღერებზე და ფეხი წავსულიყავი, სადაც მივდიოდი თუ სიგარეტი არ მეყიდა და მაგალითად სამარშრუტო ტაქსით გადავადგილებული. თუმცა ეგ ფრუსტრაციის მიზეზი არასდროს არ გამხდარა და პირიქით მოტივაციის. პირიქით და არასდროს არ მას მიქნია, რა ქვია, მითაკილია რაღაცა კონკრეტული სამსახურის და წარმატებული ახალგაზრდა ვიყავი და პარალელურ რეჟიმში წარმატება იმ სფეროში, რაც თქვენ ახსენეთ, თეატრში და კინოში არ ნიშნავს, რომ წარმატებულთან ერთად ბიუჯეტიც ჯიბეში საკმარისი გაქვს, სხვადასხვა სამსახურებში მუშაობდი, ღვინის დამსხმელი, დეგუსტატორიდან დაწყებული, დაბადების დღის ცენტრში ანიმატორი და ეს ჩემთვის იყო ჩვეულებრივობა, იმიტომ რომ მე მქონდა მიზანი იმისი, რომ შემექმნა ჩემი თავი, გამეზა. არ მქონდა მიზეზი, რომ დიდი ფული მეშოვნა, ან რაღაც წარმატებული ბიზნესმენი, არ ფიქრობდი მაშინ, იმიტომ რომ საერთოდ ბიზნესზე არ ვფიქრობდი. მე ვფიქრობდი, რომ ჩემი თავი გამიზარდა იმაში, რომ ჩემს შიშებზე, ჩემს კომპლექსებზე მემუშავა და დამეჯერებინა საკუთარი თავი, რომ შენ აბსოლუტურად ყველაფერს შეძლო.
და შედეგით სახეზეა, იმიტომ რომ დღეს ეს გამოცდილებები გადათარგმნილი და კონვერტირებული არის იმ საქმეში, რასაც აკეთებ. უბრალოდ ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ განათლებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ განათლება ყოველთვის არ არის ლექცია, არამედ ის უნივერსიტეტი იქნება თუ ის სასწავლო დაწესებულება, ყოველთვის არის ის გარემო, ის ადამიანები, რომელსაც კომუნასავით ქმნი და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს კონტაქტები ქმნიან. იმიტომ რომ ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტები ალბათ იმღირებულების გადასახადით ფასს იმიტომ იხდი, რომ იმ სოციუმში მოხვდე და ის გარემო შეიქმნა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სავარაუდოდ იგივე წიგნიდან ისწავლო რაღაც ასე თუ ის ლექცია. სანამ ეპიზოდი დასრულდება, ჩვენი პარტნიორის შესახებ გიამბობთ. Bitox ახალი პარტნიორი ყავს IBCCS Tax საქართველო. საერთაშორისო საგადასახადო, საბუღალტრო და იურიდიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ჩვენც გვიწევს მომსახურებას. თუ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ მაღალი ხარისხის იურიდიული, საბუღალტრო ან საგადასახადო სერვისები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და მიიღოთ მათგან ევროპული ხარისხის სერვისი. ახლა კი დაუბრუნდეთ ეპიზოდს. მოდი დაუბრუნდეთ დღევანდელობას. დღეს ვახო არის ხელმძღვანელი ცეხის, სასადილო ცეხის, რომელმაც ჩემი აზრით შეცვალა კონცეფცია და მარტივი სასადილოს პრინციპი გახადა მისაღები ყველასთვის, იმიტომ რომ თუ ადრე იყო რაღაც ელიტარული კვების დაწესებულებები და ვთქვათ სასადილოს თავის თავთან ვერ აიგივებდნენ, დღეს სასადილო ცეხმა შექმნა გარემო და რამდენიმე ხნის წინ ზუსტად ამ ეპიზოდის მომზადებისთვის ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ ერთი აღარ არის და არამედ იქ მთელი გაიზარდა, გარემო შეიქმნა და იქ ბევრი რაღაც აქტივობები ხდება. რა იმპულსები, რა ინფორმაცია ქონდა ამისთვის და დღეს სად მიდის საერთოდ ცეხი, ან რა გარემოს ქმნის? ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი შეკითხვა იყო ემოცია, ხო? ანუ ემოციურად დასმული შეკითხვა, რა განიცადეთ, როდესაც ცეხში იყო. ანუ მე როდესაც შეკითხვის დასმის დროს თქვენი ემოცია დავინახე, მე მივხვდი, რომ პროექტი, რომელიც მე და ლუკამ გავაკეთეთ, შედგა. იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სარესტორნო ბიზნესი და კვების ბიზნესი არის ემოცია. თუ ემოციურად არ მიუდგები საკითხს, ავტომატურად ის 1-3 თვეში, 6 თვეში განადგურდება და გახდება ჩვეულებრივი სივრცე, სადაც შეგიძლია მიირთვა, ან რაღაც პერიოდის მერე ვეღარც მიირთვა, იმიტომ რომ დაიხურა. ბოდიში ვახო, რამდენიმე ეპიზოდში ვახსენეთ უკვე და ალბათ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის. ჩემი დაკვირვებით და შენც ახლა იგივე სამობ, რომ დღეს აღარ არსებობს ბიზნესში არაფერი, არც პროდუქტი, არც მომსახურება, არაფერი თუ არ ქმნის ემოციას. იმიტომ რომ თუნდაც შენს მიერ უკვე ნახსენები შაქრიანი წყალი არის ემოცია, რომელიც enjoy the life ან სხვადასხვა სლოგანით გაძლევს და ის თუ ცეხში რა ემოცია მაჩუქა, იყო ვიღაცისთვის წარმოუდგენელი ბადრიჯნის დესერტი, ჩემთვის იყო ბებიაჩემის გაკეთებული ბადრიჯნის მურაბა. რომელიც აღმოჩენა არის ვიღაცაებისთვის, ჩემთვის არის დაბრუნება იმ ემოციასთან, რასაც მაძლევდა. ამიტომაც სწორ გზაზე გახართ. ემოცია, სარესტორნო ბიზნესი, საერთოდ ყველაფერი არის ემოცია, ემოციით იწყება აბსოლუტურად ყველა. ემოციით იწყება სიყვარული. ანუ რაღაც ფილოსოფიაში რო გადავიჭრათ და რაღაც ერთი წუთი ფილოსოფიის რატომაც არა? ხო, რომ ჩავა და ემოციიდან მოდის სიყვარული. ბევრი ბჭობს, ჯერ სიყვარულია და მერეა ემოცია, ხო? მე პირიქით ვამბობ, რომ ჯერ ემოცია და შემდეგ სიყვარული. ემოციურად მივდექი საკითხს და შეგიყვარდა. ემოციურად მივდექი ჭიქას და მივხვდი, რომ ეს ჭიქა არის იმ ფორმის, იმ გეომეტრიის, იმ ფაქტურის, იმ ფერის, რომელიც ჩემთვის ხო, და იმ პარტნიორის, რომელიც განათლებას ნერგავს საქართველოში, რომ ეს უკვე შემიყვარდა. აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ის ჩემი ილუზიაში შექმნილი ჭიქა, რომელიც წარმოსახვაში მქონდა, ზუსტად ეს არის. ბავშვობაში ამ ჭიქით ვსვავდი წყალს, ბებოსთან რო ჩავდიოდი სოფელში, ამ ჭიქით ვსვავდი წყალს და მე სულ მინდოდა რომ სხვა გემო ქონდა, რაღაცა ჭისწყალი იყო უფრო რა ცივი იყო უფრო და სულ მინდოდა თბილისში წამოვიღო ერთხელ წამოვიღე თბილისში, მაგრამ თბილისში რო დავлия სხვა გემო ქონდა. იმიტომ რომ იქ ბებოს ემოცია იყო, იქ ბებოს სიყვარული. ეს არის დღევანდელი ჩვენი ბიზნესი არის, როდესაც ემოციურად უტკები და სასადილო ცეხს, როდესაც ეს ტერიტორია ვიპოვნე მე.
ერთ დღეს იქვე ცხოვრობდი და ბავშვობიდან მქონდა ეს ემოციური რაღაცა გადაძრომის ის მქონდა, რომ გადავძრებოდი და აი ამ რაღაცა ჩახრდა ნადგარებში დავდიოდი და ეს იყო ჩემთვის რაღაცა დიდი საინტერესო სამყარო, ხო და მე წლები გავიდა და რაღაცა რო შეგიყვანს, გქონია ეგეთი მომენტი, რომ სადღაც მისულ ხარ, სრულიად სხვაგან მიდიოდი და სხვაგან აღმოჩნდი. აი სრულიად სხვაგან მივდიოდი, სრულიად სხვა რაღაცას ვეძებდი და აღმოჩნდი ტერიტორიაზე, გავიარე და უცბად აი თავში გამიელვა რაღაცას და ეს ეხა რომ იყო სივცე, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ, რაც კი ფანტაზიაში გვაქვს. ზუსტად ეგრე დაიბადა ბითოქსიც. ხო, არ ვიცოდი. ხო და დაურეკე ლუკას, მოვიდა ლუკა და ესე იყურება რა და იციო რაო, მე ეხა ვერაფერი ვერ გავიგეო აქო რა, მაგრამ შენო ვიციო ისეთიო არანორმალური ხარო, რომ დამაჯერებო რომ აქ რაღაცა ხდებაო რა. კაი მე ვთხარი და აი ზუსტად 1 წელი მარტო ნაგავი გამოვქონდა იმ ტერიტორიიდან, თანხების მოძიებაში ვიყავით, ჩვენი ფინანსების ხარჯვაში ვიყავით და სულ ის ქონდა რომ ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სივცე, სადაც ადამიანები მოვიდოდნენ და არ წავიდოდნენ იმედ გაცურებული. ანუ შეიძლება რაღაცა საკვები არ მოწონებოდა, შეიძლება ინკომფორტულ სკამზე არ მისდარიყო, მაგრამ ის ემოციური რაღაცა შინაგანი შევსება მინდოდა რომ ქონოდა ყველა სტუმარს ვინც იქნებოდა. და ზუსტად არც არაფერი ისე არ შევცვალეთ, გავასუფთავეთ, მოვაწესრიგეთ და დავტოვეთ, რაღაცა სულ ხუმრობთ ხოლმე დროში და სივცეში გავყინეთ რაღაცა არქიტექტურა, რომელშიც უბრალოდ ნელ-ნელა სულს ვბერავთ რომ რაღაცა ახალი სივცე გახდეს. ის კი არა რომ ამბიცია გვაქვს რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვარ და ახალი სივცე გავაკეთებ. არა, ანალოგიური სივცეები უამრავ ადგილას ხდებათ, მათ შორის ევროპაში და მათ შორის საქართველოში. მაგრამ აი ეს ჩემთვის ისინი უსულოებია. და ამას რაღაცა ალბათ ჩემი როა, ჩემი შექმნილი როა, ჩემი ოფლი და სისხლი როა დაღვრილი. ალბათ მაგიტომ ხედავ, მაგრამ უამრავი ადამიანისგანაც მიგზნია რომ აი რომ შემოვდივარ, ვძნობ რომ მოვედი იმ სივცეში, სადაც ჩემი კომფორტის ზონაა. და არაფრის გამო არ არის ეს კომფორტის ზონა. უბრალოდ კომფორტის ზონაა. ყოველთვის ქონდა ხოლმე რამდენი ვილაპარაკე წყალს რომ საინტერესო იყო. ყოველთვის ქონდა ხოლმე დეფიციტი, რასაც შენ ამბობ, განსაკუთრებით მომწონდა, არ ვიცი ხარ თუ არა ნამყოფი ლვივში, სამწუხაროდ ეხა ცოტა ლვოვში, რებერნიაში ალბათ საუბრო. ბევრია, ანუ მთლიანად ქალაქი არის ისე, რომ აშენებული თელის სასტუმრო ბიზნესი არის კონცეფციის გარშემო გაერთიანებული. იმიტომ რომ იქ არის, ვთქვათ, ებრაული რესტორანი, სადაც მენიუში ფასები არ წერია და მთლიანი კომუნიკაცია არის ვაჭრობაზე დაფუძნებული. არის სტეიქჰაუსი, სადაც თეფშები არ არის და პირდაპირ ქაღალდს გიშლიან. არის ალქიმიკოსის რესტორანი, სადაც მთელი მენიუ არის ალქიმიის, არის დრაკონის სახლი, არის ყავის შახტა, არის ჯარისკაცების, ანუ რასაც შენ ამბობ, ის რომ სარესტორნო ბიზნესი არის ემოცია და არის გასართობის საშუალება, სადაც გასტრონომია არის ერთ-ერთი კომპონენტი. სამწუხაროდ საქართველოში არ ქონდა და თუ ამ მიმართულებით იქნება წინ გადადგმული ნაბიჯები და ეხლა მიხვდები რატო მიმყავს ეს საუბარი. ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ტურიზმი სარესტორნო ბიზნესი ერთმანეთთან დაკავშირებულია და უდიდესი წვლილი აქვს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში. შენ შენს მეგობართან ერთად შექმნილი ახალი ფონდი, ეს არის ქართული სტუმართმასპინძლობის ფონდი, რომელიც ეხმარება სარესტორნო ბიზნესში სხვადასხვა კომპანიებს, განაცხადეს საფუძველზე, მაგრამ ფუნქცია არის, რომ პრობლემის წინაშე დამდგარ სარესტორნო ბიზნესებს ხელი შეუწყოთ, რომ თანამშრომლები შეინარჩუნონ, განვითარდნენ და ახალ რაღაც მიმართულებებზე იფიქრონ. სხვა სტრატეგია თუ აქვს, აი თუ არის რომ თქოთ იდეურად დაეხმაროთ, რომ კონცეპტუალურად წავიდნენ, იმიტომ რომ შენი თეატრალური ბექგრაუნდიდან გაქვს შემოქმედებითი აზროვნება, შემოქმედებითი მიმართულება, რაც ჩემი აზრით აკლია დღეს სარესტორნო ბიზნესს. კი ბატონო, მრავლის მოცველი შეკითხვა იყო და დავუყოთ რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც ახსენე ლოვის მაგალითი, რომელიც არქიტექტურიდან დაწყებული, თვითონ კონცეფციებიდან დამთავრებული იყო სრულიად ტურიზმზე მორგებული სივცე.
ესეთი არის ბერლინი და ესეთი არის ლვოვი. როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა, გერმანელებს დახვდათ განადგურებული, გაპარტახებული ეკონომიკა და ცოტა ფული. იმიტომ რომ არ ჰქონდათ გათვლილი, რომ ესე მარტივად დაბრუნდებოდა ეს ტერიტორია და აი ზუსტად რესტორატორები, ბიზნესმენები შეთანხმდნენ ერთ კონცეფციას, რომ არაფრისგან რაღაცა გავაკეთოთ. და იმ არაფრისგან გაკეთებული ტურისტული სივრცე აღმოჩნდა ყველაზე ერთ-ერთ წარმატებულ კონცეფციად, ხო? იგივე ლვოვის მაგალითი ახსენებს. დღევანდელ ჩვენს რეალობაში სამწუხაროდ ჩვენ სახელმწიფოს და კერძო სექტორსაც არ უმუშავი ერთად. ანუ თანხმდრაში არ მოსულან არასდროს, იმიტომ რომ ან კერძო სექტორი იყო ძალიან მაღალზე და თავრობა და სახელმწიფო სტრუქტურები იყო ძალიან დაბალზე, ვერასდროს ვერ გაუტოლდნენ პინაზე ერთმანეთს, რომ ერთმანეთისთვის რჩევები მიეცათ. გაეთვალისწინებთ, იმიტომ რომ სულ ყოველთვის ქაოსურად ხდებოდა, კერძო სექტორი ან ვითარებდა რაღაცას, მერე სახელმწიფო შევიდოდა საერთაშორისო ფონდების დახმარებით და მოდი გზას გაგიკეთებ შენამდე მოსასვლელს, მოდი წყალს გამოგიყვან და უკვე შედეგზე დამატებით რაღაცა ალუბალს უდებდა ხოლმე ტორტზე და ანუ ტორტის შექმნის პროცესში არასდროს არ ეხმარებოდა და ამბობდა, რომ ეს ძალიან კარგია, თანამედროვე ეკონომიკა ამაზე აწყობილი, რომ რაც უფრო დიდია კონკურენცია, მით უფრო წარმატება არის გარანტირებული და რაღაცა ისეთი ბიზნეს მოდელებს თავაზობდა. მაგრამ დღევანდელ რეალობაში ჩვენი როგორც კი ტურიზმი მოვშორდა და ტურისტი აღარ წამოვიდა საქართველოში, აღარ ჩამოვიდა, მივხვდით, რომ კრიზისში ვართ. სარესტორო ბიზნესი აღარ ვითარდება, მეორე ყველაზე მთავარი განვითარებას რაღაც დავეძებთ, ნადგურდება და ავტომატურად ყველაზე მთავარი რაც დაემთხვა საპროტესტო აქცია, ის კონტინგენტი, რომელიც ასაფორთებდა და ასე ვთქვათ, ეხმარებოდა სფეროს განვითარებას, დგას ქუჩაში და აპროტესტებს. ანუ რესტორანში აღარავინ აღარ არის, რესტორანმა რა თქვა, რომ ეხა მოდი მე დავფიქრდები, რა ვქნა, გავიდე მეც გარეთ? მოდი მეც გარეთ გავალ, იმიტომ რომ ჩემი მოხმარებელი იქ არის. და აბსოლუტურად მოხდა პარალიზება სფეროსი და განადგურების პირას დავდექით. საქართველოს ბანკი იყო ინიციატორი, რომ მოდი რაღაცა იქნებ, მოვიფიქროთ, რომ ის გრანტი რაც გამოიყო დასახმარებლად რაღაც გამოვიყენოთ. ანა კოჩაძესთან ჰქონდათ კომუნიკაცია, მერე ანა გამოვიდა ჩემთან კომუნიკაციაზე, შევხვდით, გავისაუბრეთ და აი იმ კონკრეტულ მომენტში რაც ხდებოდა, უბრალოდ გვინდოდა რომ დავხმარებოდით და ბანკს სწორად ჩაირიცხა სტორფონდში თანხა და მერე ბორდის წევრებს სწორად გაგვენაწილებინა და ამ პროცესში ვარ, თორე სამომავლოდ ძალიან კარგი იქნება, რომ მსგავსი ფონდი შეიქმნას, არა მარტო ჩვენი, კიდევ სხვა ფონდებით შეიქმნას, რომელიც მოახდენს ასე ვთქვათ, განათლების დანერგვას სფეროში, დახმარებას, როგორც ტექნიკური მიმართულებით, ასევე იდეის დონეზე განვითარებით, ცოდნით, ქსელის განვითარებაზე, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ჩვენი ხსნა იქნება ქსელის განვითარებაში, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა პროდუქტს როდესაც ვქმნით, აი საერთაშორისო ბაზართან გააქვს ალბათ შეხება და იცი ხო რა, ყველაზე წარმატებული რა არის, აი მაგალითად ისრაელის მაგალითია, რომელიც არაფრისგან შექმნეს რაღაცა და შემდეგ ამას ქსელის სახე მიცეს და ევროპაში ეხლა თურქეთის მაგალითი აიღეთ, ხო? აი დონერ ქებაბი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი кейსი იმისთვის, რომ როგორ შეიძლება რაღაცა პროდუქტი ისე შეფუთო, რომ სრულიად მთელი მსოფლიო გიждდებოდეს მერე. ისე რომ გერმანელებმა თქვას, რომ ბერლინერი არის დონერი. დონერი გერმანიიდან არის წარმოშობით, ხო და ანუ ეს არის რა მნიშვნელოვანი, რომ თან ქართული სამზარეულო ამის საშუალებას გაძლევს. finger food-იც არის, comfort food-იც არის, მაღალი კულინარიაც არის, ანუ ყველა ვეგანურიც არის. ხო, ვეგანურიც არის. ყველა სეგმენტში გიკმაყოფილებს იმის, რომ შექმნა რაღაცა პროდუქტი, რომელსაც საზღვრებს გარეთ გაიტან და მერე შემდეგ ასე ვთქვათ, პოპულარიზაციას გაუწევ ქართულ სამზარეულოს, მაგრამ ამისთვის არის საჭირო დახმარება, ამისთვის საჭიროა ფინანსები, მე და თქვენ ამას ვერ უზრუნველყოფთ, იმიტომ რომ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ფონდი უნდა არსებობდეს მსგავსი, რომელიც დაეხმარებოდა. ხომ ერთ მაგას რომ ჩვენი ფონდი იყოს მსგავსი,
მაგრამ თქვენ მზად ხართ. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან გაუჭირდათ. იმ ბიზნესებს. იმ ბიზნესებს, ხო, ბიზნესებს, რომელსაც ძალიან გაუჭირდათ თანამშრომლების ხელფასების გადახდა, გაუჭირდათ საგადასახადო ვალდებულებების გადახდა, დისტრიბუციის ვალების გადახდა და აი რაღაცა ვცდილობთ რომ დავეხმაროთ. მოდი შევეხოთ სარესტორნო ბიზნესის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს, stakeholder-ებს, ბიზნესებს, რომლებზეც დამოკიდებულია, თქვათ, იგივე მიწოდების ჯაჭვები იქნება თუ ინვესტიციები თუ განვითარება და მომწოდებლებს, სოფლის მეურნეობა იქნება ეს თუ სხვა ფერმერები, რომლებიც ერთმანეთთან ამ ჯაჭვზე დამოკიდებულები არიან. იმიტომ რომ ფერმერებამდე არიან გადამამუშავებლები, სამაცივრო მეურნეობები, დისტრიბუტორები, არიან თქვათ სხვა ალკოჰოლური ბრენდები და ასე შემდეგ, რომლებიც აი ამ თელს ინდუსტრიას ქმნიან. რა ხდება დღეს, რა ფორმა არის? ძალიან უხერხული კითხვა უნდა დავსვა, მაგრამ ბიზნესის მხრიდან დაკვეთა როგორც არის, ის არის მიწოდებაც. გავცდით სახინკლეებს თუ ჯერ კიდევ ისევ სახინკლეების ნახე ციფრობრივობაში რო ვისაუბროთ 100%-დან 80% იყო მენტალობით და ცნობიერებით სახინკლე მაგარია, მოდი გავაკეთოთ და 20% იყო ის, რომელიც ზრუნავდა განვითარებაზე. ეხლა დაახლოებით ალბათ 20%-ით გაიზარდა და 40% მსგავსი, ვინც უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ კონცეპტუალური სივრცეების შექმნას, არა მარტო კვების, არამედ ფერმები და პარალელურად ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეკითხვაში აღნიშნე გადამუშავება პროდუქტის შენახვა და გადამუშავება. მე ვერ მოვიძიე, აი ხა ალბათ ბევრი ადამიანი უყურებს თქვენ პოდკასტს და გამომეხმაურეთ თუ გაქვთ. ოღონდ აი რასაც მე შემდეგ ვიტყვი. პროდუქტი კონკრეტულად ბოსტნეული, რომელზედაც მე წვეტა არ მექნება. მაგალითად თქვენ მოიყვანეთ ფანტასტიკური პომიდორი, რუდუნებით 1 ჰექტარზე მოიყვანეთ და 7 რესტორანია. 7-თანვე დაამყარეთ ფანტასტიკური კომუნიკაცია, 7-ვეს მოეწონა. და თქვენგან წავიღეთ პომიდორი. აღარ არის. აღარ არის. ანუ მომხმარებელი თქვენ მოხვედით, გასინჯეთ პომიდორი და აღფრთოვანდით ისეთი გემრიელი პომიდორიო. და მოდიხართ მეორჯერ და გეუბნებით, რომ იცი რა, სამწუხაროდ გიამ რომელმაც მოიპოვა ეს პომიდორი მოიყვანა, აღარ აქვს. და იმით გაცრუებული ხართ რა ჩემზე, შენ ხო ბიზნეს რაღაცა ის ხო უნდა გქონდეს განვითარება, რომ გიასთან ესეთი კომუნიკაცია არ გქონდეს და მე როგორც მომხმარებელი ბოლოს არ დამტოვო ხახამშრალი, ხო? ანუ მე ვარ დამნაშავე. ხარისხთან დაკავშირებით მე ვარ დამნაშავე, პროდუქტთან მას დაკავშირებითაც მე ვარ დამნაშავე. ანუ შუა რგოლი არის ყოველთვის დამნაშავე. სახელმწიფომ რა გააკეთა? სახელმწიფომ დაიწყო სამაცივრო მეურნეობების კიდევ ერთხელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დაფინანსება, რომ გაეკეთებინათ სამაცივრო მეურნეობები. მაგრამ აქ კიდე მივდივართ განათლებასთან. სამაცივრო მეურნეობამდე სანამ პროდუქტი მივა, ის როგორ არის მოყვანილი, როგორ არის დამუშავებული, როგორ არის მოკრეფილი, როგორ მივიდა სამაცივრო მეურნეობამდე. სამაცივრო მეურნეობაში კაი გავიგეთ, რომ ტექნიკაა, ტექნოლოგიაა და კომპიუტერიზირებული აბსოლუტურად ყველაფერი და ის ვაშლი 6 თვე გაჩერდება იქ, მაგრამ აი ვაშლს რო გამოიღებ იმ მაცივრიდან, კიდე იქიც არის, მოდი გამორთოსო და ხანი დენს ბევრს წვავს რაღაცა, იქ შევინახოთ ის რაღაც. გამოვიტანე ვაშლს ჩემამდე როგორ მოიტან. აი ეს არის ზუსტად ის მნიშვნელოვანი რგოლები, რომელიც საბოლოოდ აზიანებს მომხმარებას. ანუ ყოველთვის არის მომხმარებელი და ზარალებული და სხვა დანარჩენი რგოლი ერთმანეთის გადაბრალებაზეა. მე რა შუაში ვარ ეს რომ მაცივარი აბრალებს იმას, მაცივრის დისტრიბუტორი აბრალებს მაცივარს, მე ვაბრალებ სხვა დანარჩენ რგოლებს. და ავტომატურად ეს ჯაჭვური რეაქცია არ ხდება და იკარგება რაღაცები, რომელიც განვითარებაში ძალიან ხელს გვიშლის. წარმოუდგენელია, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობაზე, სარესტორნო ბიზნესი დგას სოფლის მეურნეობაზე, ექსპორტირებულ პროდუქტებზე და აქედან გამომდინარე თუ სოფლის მეურნეობა მყარად არ იდგება და სწორ ფასს არ დასვავს, რა თქმა უნდა ჩვენთვის ძირითადი პრობლემა იქნება ფასის ცვლილება, თუ შემოტანილი პროდუქტი ძალიან ძვირი იქნება და უხარისხო იქნება, ჩვენთვის იქნება პრობლემა, იმიტომ რომ მომხმარებელს ვერ მივცემთ საკვებად და თან პარალელურად გაგვიძვირდება და ეს არის მთელი ფილოსოფია ასე.
თუმცა ჩვენი ეპიზოდების მთავარი მუღამი რაც არის ეს გამოვლენილი პრობლემები არ მინდა რომ პრობლემებად დარჩეს, არამედ ჩემთვის არის თხოვნა, რომ ეს როგორც შესაძლებლობა დავინახოთ, იმიტომ რომ თუ კი არსებობს მოთხოვნა რაღაცაზე, როგორც შენ ამბობ, რომ თუ კი ვინმეს აქვს შესაძლებლობა მუდმივი სტაბილური მოწოდების უკვე მზად ხარ იპარტნიორო, ეს ნიშნავს, რომ ყველა სხვა გოლში სადაც არსებობს პრობლემა, ეს ვიღაცისთვის შეიძლება იყოს უბრალოდ შესაძლებლობა, რომ ახალი პარტნიორი მონახოთ, ახალი გაყიდვების გზები მონახოთ, შესაბამისად თუ გექნებათ სურვილი რომ გამოგვეხმაუროთ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და ჩვენ უმოკლესი გზით ვახოსთან დაგაკავშირებთ და ვახოს ერთით მეტი ტელეფონის ნომერი ექნება უკვე ტელეფონში. მინიმუმ 3 მაინც მჭირდება რძის პროდუქტები, ბოსტნეული და ხორცი პროდუქტები, ხორცი თვითონ, რომელიც იქნება რა თქმა უნდა ხარისხიანი ევროსტანდარტის მიხედვით და რაც ყველაზე მთავარი რომ არ იქნება წვეტა. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი და ყველა თითქმის რესტორატორის ტკივილი არის ეს რომ ვერ ვეთამაშებით, აი ხო არის ცნობილი ფრაზა გემოების თამაში, ხო? ანუ ვერ ვეთამაშებით გემოებს, იმიტომ რომ არაფერი არ აქვს გასასინჯი. თუმცა თამაში სურვილი არის და მოთხოვნა არის ამ თამაშებს. ხო, აი შენ ახსენე რომ გზებიო რა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გზების მოძებნაც თუ დავიწყეთ. ანუ ადამიანებს ჩვენ სულ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ანუ ძირითადად ეხლა ჩემი თელი საუბრის ლაიტმოტივი არის რომ პრობლემებზე ვსაუბრობ, ხო? მაგრამ რაღაც მომენტში გზებიც უნდა ვეძებოთ ამ პრობლემების მოგვარებისთვის და ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი რომ საზოგადოების ჩართულობა იყოს და რაღაცა ერთგვარი დახმარება იყოს ბიზნესისთვისაც რომ დაეხმაროს რაღაცა მიმართულებით რა რომ შავზე თქვას შავი, თეთრზე თქვას თეთრი, რომ არ მიჩქმალოს, არ დამალოს და ვისაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი. იმიტომ საუბარში იბადება ჭეშმარიტება, იმ ჭეშმარიტებას მე მივყვებით უკვე ტექნიკურად რა. ჩვენი როლი ზუსტად ესაა რომ ქმნით ამ პლატფორმას, სადაც ეს ინფორმაცია ზიარდება და ვამბობთ რომ თუ კი არსებობს პრობლემა, ამის გადაჭრის გზებისთვის, ვიღაცისთვის ეს არის ინსპირაცია, იმიტომ რომ ვიღაცას მოწონს გემრიელი და ეს აბედინიერებს გემრიელი პომიდორი აწარმოოს და შექმნას სტაბილური მიწოდება. ან ვიღაცას აქვს შესაძლებლობა და სურვილი, რომ არაჩვეულებრივი იმერული ჭინტი ყველი აწარმოოს და შესაბამისად ეს მიაწოდოს მომხმარებელს. კი და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლში ნახე, გურიაში აწარმოეს პომიდორი, იმერეთში აწარმოეს ყველი, მაგრამ არსებობს კიდე ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელსაც უყვარს სრულიად საქართველო და უყვარს მოგზაურობა. აი იმოგზაურა, აღმოაჩინა ესენი, შექმნა პლატფორმა, სადაც ამის სწორად დაგეგმილად რეალიზება მოახდინა. აი ეს არის მთლიანი განათლებაზე ამაზე ვსაუბრობთ, რომ კერძო სფერო ვითარდება, ფერმერი ვითარდება ის, რომ ყოველ წელს მაინც ხნავს, თესავს, იმკიც და მერე შემდეგ რეალიზებას უწევს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ მთლიანობაში არსად არ არის მოქცეული. სადაც მე მაგალითად, როდესაც რესტორატი ვარ და თქვენ რაღაცას აწარმოებთ, მე თუ პირადად თქვენ არ დაგიკავშირდით, როგორც მაგალითად კომენტარებში დაწერო, მე ფანტასტიკური ყველი მაქვს. მე ხო შეიძლება ვერ ჩავიდე იქამდე რომ ეს ყველი წამოვიღო, მაგრამ თქვენ, როდესაც საღად მოაზროვნე ბიზნესმენი ხართ, ქმნით პლატფორმას, სადაც ეს აბსოლუტურად ყველაფერი მოგროვებული თქვენ კომენტარებს, პოდკასტის ქვემოთ კომენტარებს ჩაუყვებით, ამოიწერა, აი ნინო მოიწერა, ნინიმა, იამ, გიამ, ზაზა მოიწერეს. ხდები დამაკავშირებელი რგოლი. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ბიზნესი ძვირფასო საზოგადოება არის შემგროვებითი ბიზნესი. როდესაც აგროვებ და ავწევთ რეალიზებას. კი, ალბათ ზუსტად ეს არის ჩვენი როლიც, რომ ვითამაშოთ ეს შუარგოლი, რომ ერთი მხრიდან ბიზნესების მხრიდან ინფორმაცია მივიტანოთ პოტენციურ მომხმარებლებთან, პარტნიორებთან, კლიენტებთან და პირიქით აი ეს რაღაცა ჯაჭვი და ეს სივრცე შევქმნათ, რომ განათლება იყოს ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ როგორც ჩვენ თქვი, YouTube და ჩვენი პარტნიორი არხიც ეს არის, რომ ბიზნესი არ არის რაღაცა დოგმა დახურული, არამედ ჩვეულებრივი ცხოვრების სტილია, ეს არის ყოველდღიურობა და მარტივია. ანუ აქ შეცდომის დაშვებაც შესაძლებელია. ჩვენ ბავშვობაში იყო ესეთი ფორმა იყო ძელო რო ეწერა. კი, საქაღალდე. ეხა ბაინდერს ვეძახთ. ბიზნესი არ არის ძელო და ბაინდერი. ბიზნესი არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, საზოგადოების მოსმენა და საზოგადოებისთვის მიწოდება იმ პროდუქტის, რასაც საზოგადოება ითხოვს. მაგრამ კიდევ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის საზოგადოების გაზრდა. მე კი დღეს მითხარი რომ აი წყალი მიირთვი რა, მაგრამ მე წყალი არ მიყვარს, მე მიყვარს მაგალითად ალუბლის წვენი.
შემდეგ ეპიზოდზე უკვე ხო, აი, რომ მოვალ ალუბლის წვენს რომ დამა, ანუ შენ როგორც უკვე ბიზნესმენი გაიზარდე, იმიტომ რომ მე რო წყალზე გითხარი, აი, იმიტომ რომ წყურია და დავლე, მაგრამ მე მიყვარს ალუბლის წვენი. და შენ უკვე ისე მივხვდი, რომ შენ ისე განავითარე შენი ბიზნესი, რომ აქ წყალი აღარ არის და უკვე ალუბლის წვენია. იმიტომ რომ მოთხოვნამ გააჩინა მიწოდება. კი, აი, სად ანუ ანაბანაზე დავდივართ სულ. და ბოლო კითხვაზე მივალ, რამდენად არის შენთვის მნიშვნელოვანი, როგორც განათლებით მსახიობისთვის, იყო სცენაზე. იმიტომ რომ რესტორატორი საბოლოოდ არის, რასაც შენ ამბობდი და რამდენჯერმე ახსენე, რომ ეს მადლობა, ეს უკავშირი, ის აპლოდისმენტი, ის ემოცია, რასაც შენს მიერ შექმნილი პროდუქტი თუ მიწოდებული სერვისი საბოლოოდ მაყურებელში თუ მომხმარებელში ტოვებს. და ეს არის შენთვის დღემდე мотиваცია თუ ეხა უკვე ბიზნეს მიზნები და ციფრები არის შენთვის мотиваცია? ნახე, ეს ერთმანეთს არს გამორიცხავს. თუ მსახიობი სცენაზე დგას და თავის პრეზენტაციას ახდენს, ის კონკრეტულ ანაზღაურებას იღებს ამაში. უბრალოდ მას არ აქვს ბიზნეს დედუქციის მეთოდი, რომ მან გამორიცხოს რაღაცეები და თქვას, რომ ჩემი ციფრი ეს არის. იმიტომ ერიდება მისთვის ეს ფანატიკური სიყვარულია სცენის და სხვა დანარჩენი და მისი ანაზღაურება დაბალი. ბიზნესმენისთვის არის ბიზნესმენის ტვინისთვის ის უკვე იცის, რომ დღეს რომ ამას იღებს, ხვალ ეს უნდა მიიღოს და ზეგ აუცილებლად ის უნდა მიიღოს და იმ ნიშნულზე ავიდეს. რა თქმა უნდა, სფერო, სარესტორნო ბიზნესი და მომსახურების სფერო, და როდესაც რაღაცას ვყიდით, თუ სამსახიობო გამოცდილება არ გაგაჩნია, სამსახიობო რა, უბრალოდ ფსიქოლოგია არის ადამიანის, როგორ მოაწონო შენი პროდუქტი. პირველ რიგში შენ როგორ მოაწონო შენი თავი მას, ხო? შეიძლება როდესაც შეხვედრაზე მიდიხართ, ხო? ხო ცდილობთ რომ მოაწონოთ ადამიანს თავი, რომ გენდოთ. ხო, გენდოთ რა, იმიტომ რომ შეიძლება რომ მაგალითად როდესაც ჩვენ ეხლა მე და ლუკა შეხვედრაზე მივდივართ და ლაპარაკობთ 10, 15, 20 მილიონი ამ პროექტებს. ეხლა მე და ლუკა რომ მივიდეთ დავждეთ და ესე საწყლად, ხო, საწყლად, ой, რა ვიცი, თუ გაქვთ მოგვეცით, თუ არა გაქვთ ეხლა რას ვისაუბროთ. თქვენ გიყავით კარგად. ესე რომ დავცხდეთ, ხო, გვეტყვიან, რომ ესენი ვერაფერს ვერ იზამ. თუ მიდიხარ იქ და შენ თავის პრეზენტაციას ახდენ იქ ლუკას იმიჯს უფრო ცდილობ რომ აუმაღლო და უფრო იმას ქნა, რა ქვია, მის განათლებაზე ისაუბრო, შენს განათლებაზე ისაუბრო, პრეზენტაციას როდესაც ახდენ, რა თქმა უნდა, მეორე მხარე უკვე ინტერესდება შენით. და ასეა, სარესტორნო ბიზნესში მე რო თქვენს ხედხართ მაგალითად მეგობრებთან ერთად სუფრასთან და მე ან ლუკა რო ჩამოივლის და გეტყვით რომ რა кайქენით ეს არჩევანი რო გააკეთეთ, თქვენ მოგეწონებათ ეს რომ აი რაღაც ლუკა მოვიდა და თქვენი არჩევანი მოიწონა მაგალითად. უმნიშვნელოვანესი დეტალი თქვი ახლა, იმიტომ რომ მით უმეტეს ჩვენი მსმენელისთვის, რომელიც სტარტაპერია ან ახალი წამოწყებული ახალი იდეა აქვს, არასდროს პოტენციური ინვესტორი მხოლოდ იდეაში, მხოლოდ პროექტში არასდროს არ ახორციელებს ინვესტიციას, იმიტომ რომ ეს იქნება elevator speech-ი, მხოლოდ 15 წამიანი თუ განსაკუთრებული რაღაც მომზადებული პრეზენტაცია, პირველ რიგში ეს არის ადამიანებთან გადაწყვეტა, რომ ამ ადამიანს ვენდობი და მე ამას ვანდობ ჩემს ნაგროვებ რესურსს და შემდეგ უკვე მე მიდის უკვე დათვლები და ბიზნესები, ასე რომ ესეც მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ბიზნეს რჩევა იქნებოდა. მადლობა, დღევანდელი შენი სტუმრობისთვის, სანამ დაგემშვიდობებოდ მინდა რომ მოგილოცო ახალი ოჯახის წევრი, ახალი ეტაპი არის ხოლმე ზოგადად უკვე მეორე ახალი ოჯახის წევრი და 40 წლის ასაკში ხელმეორედ დავიწყე, ასე ვთქვი, ხელმეორე სუნთქვა გამეხსნა. იმიტომ რომ რაღაცა დამატებითი мотиваციები, ეგზისტენციალური შეკითხვებზე პასუხებს გავეცი. აქაც გამოჩნდა. წარმატებები საქმიანობაში და ჩვენი პარტნიორისგან მინდა საჩუქარი გამოგცე, ეს არის ჩვენი საერთაშორისო საგადასახადო იურიდიული საკონსულტაციო კომპანია და იმედია საინტერესო ჩანიშნები მოგიწევს მაგ საჩუქრებში. წარმატებებს გისურვებ, ორმესი მადლობა. მე მგონი ის დრო რაც ერთად გავატარეთ მაყურებლისთვის, მსმენელისთვის საინტერესო იყო. კარგი მოსაუბრებ ბრძანდებით ძალიან და თქვენს მოპატიჟებულზე ყოველთვის თანხმობას განვაცხადებ, რომ გესტუმრობ. პირობა მიღებულია. წარმატებები ბედნიერ. წარმატებები, კარგი. თაუბარში ყოველთვის ჩვენ
აღვნიშნეთ, რომ ჭეშმარიტება იბადება და სმენის დროსაც ხო შეიძლება საერთოდ არც უყურებდე ვიზუალურად არ აღიქვავდე, უსმენდე უბრალოდ რომელიღაც კონკრეტულ პოდკასტს და ერთი ფრაზა იყოს შენთვის ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც სრულიად შეცვლის შენს დამოკიდებულებას კონკრეტული სფეროს მიმართ. აი მაგალითად მე ვთქვა რომ სარესტორანო ბიზნესი არის 16-დან 17 წლის ყველაზე ახალგაზრდების ყველაზე წარმატებული 16-17 წლის ასაკის ადამიანი, მე 16-ისა ვარ წავალ ხე წარმატებული გავხდები. და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ შენ სწორი მიმართულებით გააგზავნო ის მესიჯი სტუმრებს ამას, რომ სწორად გააგზავნონ მესიჯები მაყურებლის და მსმენელის მიმართ და ყველაზე მთავარია მსმენელმა და მაყურებელმა სწორად განსაჯოს, გააანალიზოს ის, რასაც ამ პლატფორმაზე ხედავს. კიდევ ერთხელ მადლობა ვახოს დღევანდელ ეპიზოდში სტუმრობისთვის. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა განსაკუთრებით სცენალისტვის, რომ არა აქვს მნიშვნელობა განათლებით ვიხარ ან გამოცდილებით ვიხარ, თუ კი მიმართულება, ხედვა, სურვილები გაქვს ახალი საქმის კეთების, ეს აბსოლუტურად შენს შესაძლებლობებზე და შენს სურვილებზე არის დამოკიდებული. და ვახოს ეპიზოდში გამოჩნდა, რომ არქიტექტორობის სურვილიდან დაწყებული, სამსახიობო განათლებით მიღებით დამთავრებული, საბოლოოდ სარესტორნო ბიზნესში და აღმოჩნდა კონსალტინგი იქნება ეს თუ სასადილო ცეხი. ასე რომ იმედია გაითვალისწინებთ, თქვენთვისაც საინტერესო ინფორმაციებს ამოკრებთ ამ ეპიზოდიდან და გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ჩვენი სტუმრები ზუსტად ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაზიარებაზე იქნებიან ორიენტირებულები და ჩვენც გაგვიხარდება თუ თქვენ სასარგებლო, საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციას იპოვით ჩვენს პოდკასტებსა თუ YouTube გადაცემებში. მადლობა და შევხვდებით შემდეგ გადაცემაში.